ისევ დაბრუნა პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ წინა სააღდგომო მზადებას და ჩვენი სტუმარია მას გაცნობა არ სჭირდება, მაგრამ მაინც ქალბატონი მაია ფანჯიკიძე. მადლობა მოგესალმებით ქალბატონი. ეს არაჩვეულებრივი რა არის კი არ ვიცი, მაგრამ საიდან გაჩნდა მაინტერესებს ალბათ ეკოს უნდა დავეთქო. გაჩნდა ქალბატონ მაიასთან ერთად, იმიტომ რომ საერთოდ ძირითადად საახალწლოდ რთავენ ხეებს და ქალბატონი მაია გვასწავლის როგორ შეიძლება სააღდგომოთაც მორთოთ არა ნაძვის, არამედ ფაქტურად ტირიფის ხე ამ ტირიფის ტოტებით. ქალბატონ მაია რა არის ეს მართლა ტირიფია? იცით რა, ეს არის ტრადიცია, რომელიც მე ჩამოვიტანე გერმანიიდან, როდესაც იქ ვსწავლობდი ბევრი წლის წინ. იქ ყველგან როგორც დეკორაცია სახლში, მაღაზიაში, ყველგან ნახავთ ესეთ ტოტებს, რომელიც ერთი თვით ადრე აღდგომამდე იდგმება წყალში, მერე ამ ტოტებს გამოსდის ფოთოლი, გამოსდის ფესვები და მასზე კიდებენ ესეთ კვერცხებს. ანუ ეს ყველაფერი და ეს წყალში მოთავსებული ტოტი რატომღაც ხარობს? ხარობს გადასარევად. მოყვარული მცენარეები განსაკუთრებით სწრაფად იზრდებიან. კი, და ტირიფი არის ძალიან მარტივი მცენარე. სულ არ არის პრეტენზიული ყველა პირობაში. ცოტა შევდიანი რომანტიკული მცენარეა მე რომ მკითხობ. მე ძალიან ტირიფიც ასეთია თავდადრო. ცოტა სხვანაირია, ცოტა უფრო ძლიერი ტოტები აქვს თუ რა ვიცი, მე ვერ ვიშოვე უკეთეს ტირიფი აქ. ეს ჩვენი ქართულია. ეს ქართული ტირიფია. ქალბატონი მაიას მშვენივრად ტოტებით არის, ოდნავ განსხვავებული. ეს კვერცხები თქვენ გააკეთეთ? არა, ეს კვერცხები ჩემი გაკეთებული არ არის, სხვა შორის ახლა თბილისშიც იყიდება ძალიან ბევრგან ასეთი კვერცხები, მაგრამ მე რო სტუდენტი ვიყავი და ეს ჩამოვარდება. მე მგონი გაუძლებს. მე რო სტუდენტი ვიყავი, მაშინ არსად არ იყიდებოდა და ჩემმა გერმანელმა მეგობრებმა მასწავლეს, როგორ უნდა გამოიყო შიგთავსი კვერცხიდან და მე მოხატო ჩვეულებრივად. აი როგორ უნდა გამოგი. თქვენ სასწავლეთ. როგორ ხდება ეგ შიგთავსის გამოღება? იცით რამე დიდი ხანია არ გამიკეთებია, შპრიცით უნდა გახრიტო. ამოიღო გოლე. გახრიტო და მე ესე უნდა გადმოატრიალო და გამოდის თავისით ყველაფერი. მე ცოტა გამოაშრობ, მოხატავ და იმ ნახრეთში შეგიძლია რაღაცით დაამაგრო ესეთი სილიკონით მაგრდება უკვე ძალიან მარტივად. იცით რა არის დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს აი ამ ნაყიდი კვერცხების თქვათ ესე გაკეთებას ურჩევნია რომ თვითონ ესე თქვათ ხელდაკესი კვერცხები გააკეთოს და მოხატოს. გარდა ვიცი კიდევ სხვანაირი გათავისუფლება კვერცხის შიგთავსიდან. თუნდა მე თუ გაინტერესებთ გასწავლით თქვენ. ცოტა ესეთია ინტიმური სამუშაო არის კვერცხის პრინციპში შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ უნდა ავიღოთ კვერცხი გაუტეხოთ ესე პატარაზე. არა, უმი კვერცხი თავს ამოვიღებთ ესე მცირედ. მე უკიდან ცოტა უფრო რო არ დაგველეწოს. და ახლა მინდა რაღაც ჭურჭელი. ეხლა უნდა შეუბერო, ხო? ეხლა უნდა შეუბერო და ეს ყველაფერი გამოვა. კი. შპრიცი თუ არა გაქვს? შაღნინა. და აი ასე უკვე цаრიელია ეს კვერცხი შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ ნებისმიერ დეკორატიული გამოაშროთ ფენით მაგალითად და მე მოხატავ ამაზე. მე მგონი ძალიან ლამაზი სააღდგომო ხე გამოგვივიდა ჩვენი ხო უკვე შეგვიძლიათ რომ დავსხდეთ მოდით ქალბატონ მაია ძალიან დიდი მადლობა ესეთი ლამაზი ხისთვის და ზედ შევმული სათამაშო გვიან გავაკეთეთ ერთი თვით ადრე რომ გაგვეკეთებინა იქნებოდა მოცულობით იქნება ეს არის თქვენი სააღდგომო მზადების ერთი დეტალი ერთი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი საავტორო საქართველოში საავტორო როგორც ბევრი სხვა რამ კიდევ სხვა დეტალების გვაინტერესებს ყველაფერი როგორ ემზადებით აღდგომის არა მეტი განსაკუთრებული არაფერი ყველაფერი ისე როგორც ყველა ოჯახი ანუ აუცილებლად შევღებავ კვერცხებს წითლად და არა ასე ტრადიციულად წითლად ხო იმ დროში ჩვეულებრივად და მე როგორ აპრიალებთ ხოლმე იმიტომ რომ იმას კიდე ცალკე დეტალები აქვს ზედახოძეთ მამა პაპურა ხახში ყველაფერი ტრადიციული და ოჯახური აუცილებლად გავაკეთებ ჩაქაფულს აჰა თქვენ თვითონ მე თვითონ და სამწუხაროდ ვერ გამოვაცხობ პასკს. ისე ამბობენ რომ ძალიან კარგი კულინარი არისო ქალბატონი მაია. ისე ახლა ერთი კვირის წინ ვიყავი აქ თქვენთან იმედზე. გადაცემაში ძალიან ბევრმა მთხოვა შემდეგ რეცეპტი და კულინარიულში მზადდება ქალბატონი მაია. მე დიდი სიამოვნებით მოგიწევთ ჩემთან. სიამოვნებით გესტუმრებით. ჩაქაფულს თუ გაგვიკეთეთ. ჩაქაფული ყველა მიცის ეს რა საინტერესოა. აი დღეს მოვისმინე ბიჭები საუბრობდნენ აბსოლუტურად განსხვავებულ მეთოდზე თუ არ არისო ტყემალიო ახალიო შემოსული მაშინ მჟა უნდა დაუმატეთო და მართლა არ მსმენია და აი ბიჭები იმეჩები ძალიან მაგარი ბიჭები არიან. აი მჟავეა. ქალბატონ მაია თავისი რაღაცეები აქვს.
არიან. Თქვენი შვილები თუ ამოდიან ახლა საღდგომოთ დედის ჩაქაფულ მონატრებულები, რომლებიც არ ცხოვრობენ. აქ ცხოვრობს და ის თავის მეუღლესთან ერთად კვირას აუცილებლად მოვა და მეორე გერმანიაშია ჯერჯერობით კიდევ სწავლობს, ასე რომ ის ვერ. მისი აღდგომა იყო უკვე ერთი კვირის წინ. იყო კი. მაგრამ ისიც შეღებავს ალბათ კვერცხებს იქ. რა ვიცი. ნაკლებად მგონი. პასკას თუ ვერ გამოვაცხობ, მაგრამ ისე თუ აცხობთ ხოლმე თქვენ თვითონ. ერთხელ გამოვაცხო სხვა შორის გერმანიაში და არა უშავს ნორმალური გამოვიდა, მაგრამ იცით რა არის ძალიან დიდი დრო ხო ჭირდება და მაშინ აი მთელი საელჩოს ქალები ერთად შევიკრიბეთ, მთელი დღე ერთად გავატარეთ. მოფერება სჭირდება, კარგი ამბების მოსწავლა სჭირდება. და აი ესე რაღაცა როგორც სოციალური პრობლემა ასეთი იყო და ძალიან კარგი იყო და ეხა სახში მარტო დადექი მთელი დღე და ვაღიარებთ რომ სადაც არ შეხვალ ეხლა ისეთი სუნი ტრიალებს ყველგან არის პასკა. რომ ყველგან გინდა რომ იყიდო, ასე რომ მე მგონი რომ პასკა ერთხელ და უკანასკნელად ჯერჯერობით გამოვაცხოთ გერმანიაში საღდგომო ხეც, ასე ვთქვათ, ისწავლეთ გერმანიაში. კიდე თუ გამოყვათ რაღაც ისეთი გერმანული, იმიტომ რომ თქვენ სტუდენტობის პერიოდიდან თქვათ ამ ქვეყანაში და ცხოვრება გაკავშირება გერმანიასთან. ნამდვილად ნახევრად გერმანელი ვთანდებით ალბათ შინაგანად. რა ვიცი, რა გამომყვა, რაღაც ბევრი რამე. აი ჩაცმის სტილი, მაგალითად თუ იგრძნობა ესეთი გერმანული ცოტა მკაცრი შტრიხები. თუ აქვთ რამე განსაკუთრებული მერკელისეური მათ. ხო, მაგრამ რა ვიცი, ხა მე მაინც მე მგონი უფრო ქართული გავლენების ქვეშ ვარ მოქცეული და სხვა შორის ძალიან ვცდილობ ხოლმე რომ ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი ხშირად გამოვიყენო. უი, რა კარგია. რაღაცა ჩემი პროფესია ისეთი იყო დიდი ხნის მანძილზე და არის კიდევაც ესე ვიტყოდი რომ ყველაფრით უნდა გაუწიო რეკლამა შენს ქვეყანას რითიც შეგიძლია. თუ კი გაქვს საშუალება და თქვენ ნამდვილად გაქვთ ამის საშუალება. სწორედ ვისაუბრეთ, ხოლმე ვიყავ სტუმრად ქალბატონ მაიასთან და ექსკლუზიურად ჩემაჭრელებში და მოდით მაშინ ვანახოთ ჩვენს მაყურებელს. ნახოთ ჩვენს გვაინტერესებს. გამარჯობა. როგორ მზადდებით? კარგად, თქვენ როგორ? კარგად, მადლობა. მადლობა. რამაზი სახლი გაქვთ, აი რამდენი ყვავილები. ყვავილი ბევრი კი. აჩუკა საფრანგეთის პრეზიდენტმა. რომელმა? ოლანდმა. ჭიამაიებსაც უხდება, რომელიც მრავალნაირი გაქვთ, ხო? მეფერები ხანდახან ტვერს მოწმინდა. ეს ერთმა მეგობარმა მაჩუკა როგორც ჩანს დიზაინერებსაც ძალიან უყვართ ჭიამაიები. ძალიან ლამაზია თვითონ დიზაინით. სონია რიკიელის ჭიამაია, ქალბატონ მაია. ეს არის ჩემი სპეციალური გალერეა. თითეული არის სხვადასხვა ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული საშობაო მისალოცი ბარათი. ეს ტრადიცია დავიწყე, როდესაც გავხდი ელჩი და რამდენიმე ასეული იგზავნებოდა მთელ მსოფლიოში. და მაგალითად ესენი არის ზურაბ ნიჟარაძე. ეს ორი არის ირაკლი სუთიძე. კიდევ ერთი არის გია ეცგვერაძე. სუდან ფეტვიაშვილი. ეს ორი არის ოლეგ ტიმჩენკო. ლევან ლაღიძემ აი ეს გააკეთა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წლევანდელი საშობაო ბარათი. მოვიფიქრე აი ესეთი ძალიან მარტივი დიზაინი. და აქ დავაწერეთ Made in Georgia, მეორე მხარეს აწერია ქართულად და ამაში იდო აი ეს ქვასანაყი, ქართული. აი ეს ორი პატარა ტომსიკა, ასევე ქართული, ამაში არის კაკალი და ამაში არის საცივის გასაკეთებელი სანელებლები. და აქ არის ტექსტი, რომ ეს არის ჩვენი ტრადიციული კერძი საახალწლოდ და რეცეპტი, რომელიც არის ჩემი დედამთილის. ეს მინანქრებიც არის ნათიას პაციენტების გაკეთებული. ერთი პაციენტის უბრალოდ ჩოთა ქვია, იმ ბიჭს ძალიან კარგი ბიჭია და მე ამას ყოველთვის ყიდულობ, როცა აქვთ გამოფენა. რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყო, თუ რაღაც ლამაზი კაცი აუცილებლად იპყრობს ეს ყურადღებას და აუცილებლად ვიღაცა გეკითხება რა არის. და მე ძალიან ამაყად ვამბობ ხოლმე ასე დროს, რომ ეს არის საქართველოში დამზადებული ქართველი დიზაინერის. ეს არის პირველი კოსტიუმი, რომელიც მე ვთქვათ, აი ასე წარმოვაჩინე, თამუნა იგოროყვას ნამუშევარია, ხევსურულ სტილში და ეს მეცვა
საახალწლო მიღებაზე გერმანიის პრეზიდენტთან. ესეც არის თამუნას კაბა, რომელიც მეცვა ჰოლანდიის დედოფალთან მიღებაზე. ერთ-ერთი პირველი რაც ავთოსი მეცვა იყო ეს წითელი კოსტუმი, რომელიც მეცვა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. აი ეს კოსტუმი მეცვა ასოცირების ხელმოწერაზე. ესეც ავთოსი ხო? სამი ნაწილისგან შედგება, ესეც ავთანდილია. იგივე ვრცელდება სამკაულებზეც. აი ეს არის ირინკა გაჩეჩილაძის სამკაული, რომელიც ძალიან გვხვდება საღამოს კაბებს. აი ეს ჩემი ძალიან საყვარელი სამკაულია, ჩემი მეგობრის ნაჩუქარი, რომელსაც ასევე ხშირად ვიყენებ და ფოკანი, რომელიც სამწუხაროდ უკვე აღარ არის. ელსაბამი ძალიან ბევრ რამეს უხდება და ეს ბეჭედი, რომელიც მას უხდება. ვარ მოარული ქართული რეკლამა. ქალბატონო მაია, ერთი რამ მივხვდი, საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ კი ჩვენი კულტურის შესახებ იციან, ეს დიდი წილი თქვენი დამსახურებაა. საცივი დედამთილის რეცეპტი, დიზაინერები. და იმაში საჩუქრად ის რო არის საცივის სანელებლები და ეს არის წმინდა წყლის დიპლომატია, რაც უნდა იცოდეს მე მგონი ყველა ელშბა. ძალიან დიდი საქმე, ამაზე დიდ საქმეს ვერ გავუკეთებ. კიდევ ერთი დეტალი, სახლში რაც ვნახეთ კოლექცია მხატვრების, სულ ქართველები. სულ ქართველები, რა თქმა უნდა. ეს იყო საშობაო ბარათები, რომელსაც ეხლა უკვე ბოლო 2 წელიწადი, ბოლო 3ჯერ მომიწია. თქვენი იდეა იყო ამ ქართველი მხატვრების? ეს იყო დიდი ხნის იდეა, იმიტომაც მაქვს ესეთი ბევრი მერე ორიგინალს მჩუქნიდნენ ეს მხატვრები. ამას უსასყიდლოდ აკეთებდა ყველა და მათთვისაც დიდი პატივი იყო, რომ მათი ნახატი ბეჭდებოდა როგორც საერთაშორისო დღეს მინდა რომ გავაკეთო პატარა გამოფენა. ღირს ამის გაკეთება ნამდვილად. მე დედამთილის საცივის რეცეპტი მომეწონა ძალიან. რა მოგაფიქრათ, აი ეს როგორ მოიფიქრეთ? იცით რა, დავაკვირდი ერთ რამეს, რომ რაღაცა ეს საჩუქრები ძალიან სტანდარტულია. და ბანალური, კარგია. კალათაში ჩადებული ღვინო, ჩურჩხელა, გოზინაყი, შოკოლადი, ეს არის სულ და აქედან არაფერი არ რჩება და არაფერი არ არის რაღაც ისეთი საცივი მუდმივია. ორიგინალი. ხო, და ქვასანაყი არის მუდმივი, რეცეპტი არის მუდმივი. სხვათა შორის ეს რეცეპტი ვინც დაბეჭდა, იმას ძალიან კარგი წიგნი აქვს გაკეთებული. ანა სალდაძე არის ესეთი ძალიან კარგი გოგონა, რომელმაც გააკეთა ქართული სამზარეულოს ულამაზესი წიგნი. თქვენ ალბათ მე ამ წიგნის გაცამნას დაიწყეთ. ამიტომ სხვა შორის ბევრისთვის მიჩუქებია და ამიტომ გთხოვე მასვე პატარა ბუკლეტი გაეკეთებინა. მე ქალბატონო მაია თუ იცით. ეს საჩუქარი ჩვენ დაუგზავნეთ ჩვენ საელჩოებსაც და მაგალითად ირლანდიიდან ჩვენმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა დამირეკა და მითხრა რომ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლე საცივზე გადაიარეს ახალი წელი. თურმე ამ ყველაფერს ყოველდღიურად იყენებს ამ ქვასანახს და თურმე ისიც გაუკეთებია და ძალიან გამეხარდა. აი საჩუქარშიც რო იგრძნობა მაინც იმის გარდა რომ ქართული სული და ეს ყველაფერი თქვენ ხართ კარგი კულინარი. კარგი შელობამა რომ გამოვიდეს და საცივი გააკეთოს სახალხოდ, ხო იქნება თქვენი დამსახურება ქალბატონო. ქალბატონო მაია, ეს ყველაფერი კარგია, დიპლომატიაც კარგია, საჭველებიც კარგია, მაგრამ ეს მუდმივია ცხოვრების ბოლომდე არ ხდება ჩემმა. ეს დიპლომატია, მაგრამ შინაგანად. წონას როგორ აკონტროლებთ, მაშინ როდესაც ხართ კარგი გურმანი და თან თქვენ თვითონ ხართ კარგი მზარეული, ეს რთულია ძალიან, თან ესე სინთეზი. ეს პრობლემა მე მგონი ქალი არ არის საქართველოში რო არ ქონდეს. არის გამოიყურე, ეგ მინდოდა ზუსტად მე თქვა, თქვენ კი ხართ გამონაკლისი. ძალიან დიდი ბარიერი მაქვს. მაგრამ, ნუ რა ვიცი, აბა ვარჯიში სხვა შორის ახლა ძალიან. ხო. და ეხლა ვარჯიშობ სირბილში და რატო იცით? 3 მაისს მინდა მივიღო მონაწილეობა. ბრავო. მოგიწოდებთ ყველანი წამო. ხო, მე მოდი მოვუწოდოთ ერთად, რომ ქალბატონ მაიას მე მიბაძოთ. გავიგერო თურმე 3000 კაცია უკვე დარეგისტრირებული. ძალიან ბევრი ადამიანია დარეგისტრირებული, დარბიან იმათვის, ვისაც არ შეუძლია და ვერ დარბის ფიზიკურად და აი ესეთი მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები მე მგონი მთელი შემადგენლობით გაიქცევით. და ხა ყველა მთელი თავისუფალი დემოკრატები ახლა დილას დგებით ისვალ და მირბიხართ. ეხა მე დაახლოებით 4 კილომეტრის ფარგლებში ვახერხებ. ეხლა ვარჯიშობთ 4 კილომეტრი კუსტვა. დარბიხართ თუ დადიხართ? ეზოში. არა, სტრაფისულით დადიხართ თუ
იცით რა ვანაცვლებ ხო რო გითხრათ 4 კილომეტრი გადაბმვა ძალიან ბევრია ნამდვილ მარათონს ვირბენ თქო ეხლა ეს ტყუილი იქნება მაგრამ იქ თავარი არ არის რომ ძალიან ჩქარა და სწრაფად დიახ ნამდვილად მოვალთ მაგრამ შუაში სადმე თუ დავეცით გმირულად ეს თქვენი დამსახურება იქნება გალტონმა ერთად დავეცეთ იმიტომ რომ მეც არა მაქვს იმედი რომ 10 კილომეტრს მოვახერხებ მაგრამ მე მგონი იქ მონაწილეობა ძალიან კარგია ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონ მაია სადარბი ხართ და ასევე სადმე თუ ვარჯიშობთ სირბილის გარდა სხვა ისეთი ან პილატესი იოგა არა ესეთ რაღაცებს არა ჩვეულებრივი ტრადიციული ძირს გაფენიულ იმაზე პრესები მართლა ასე შემდეგ ხო არ გეზარებათ კი როგორ არა თუმცა მაინც ამის ტრადიცია გერმანიიდან მოდის არა სხვათა შორის აქ რამდენიმე მეგობარი მყავს აქტიური ამ მიმართულებით და რაღაც ერთად ამას ვაკეთებ ხოლმე ნათია მისი დაფუძნით ნათიაზე საუბარი მოვარჯიშეთა ტიპს ნათია ჩემნაირი ზარმაცია ირაკლი არის ძალიან სპორტული და ძალიან ესეთი ნავარჯიშები ნათიას არ ჭირდება წონა არა აქვს და სხვა გამოცდილება ასე რომ მისთვის ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო არაფერში არ ჩამორჩენოდა ჯარისკაცებს და მე მომისმენია ჯარისკაცებისგან რომ დაეწია კი არა პირიქით უფრო მაგარი იყო ძალიან უფრო მეტად ვიდრე ჩვენც არ ჩამოვჩეთ არ ჯარისკაცებს არავის თქვენც ვარჯიშობდით მინისტრობის დროს ვარჯიშობდით როგორ ახერხებდით მაგას ვერ დავიჯერე კაბინეტში 3 წელი ძალიან დიდი ჩავარდნა მქონდა და ეს იყო ძალიან არაჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან რთული ცოტა ძილი, საერთოდ არანაირი ვარჯიში, ჭამაში როცა რაღაცას იშოვი, რასაც იშოვი, სადაც იშოვი, ხო? სადაც იშოვი, რასაც იშოვი და ამან სხვა შორს ძალიან დამეწყო. ხო, მაგრამ ეხლა ძალიან კარგად გამოიყურებით და ეხლა ცდილობთ რომ ეს ყველა დანაკლისი აღარ. ზოგიერთი მარგმელი აღარ ვთქვი ქალბატონმა ეთო რომ მინდოდა მეთქვა. ერთმა ხო თქვა? აი ეხლა რას შვებით მოგვიყევთ? დავდასტურებ მას რომ ეს ესეა. ეხლა რა შვები და იმას შვები რომ მაქვს უფრო მოწესრიგებული დღის წესრიგი. ხაზი გძინავს, რაზრით იკვებებით, რას სვამთ, რას არ სვამთ. გაინტერესებს. მართლა? კი, აბა. მაყურებელს. იმიტომ რომ თქვენ რაღაცა მინისტრი გვეგონა რომ თქვენ ხო ჩვეულებრივი ადამიანი არ ვარჯიშობს, აღმოჩნდა რომ არ ვარჯიშობს აღებავს და საერთოდ ჩაქაფულის გაკეთება არ იცის. საერთოდ მიუხედავად იმისა რომ ესეთ დატვირთული ვიყავი, ცდილობდი რომ ჩემი მეგობრებისთვის დრო არ დამეკლო და ამიტომ ძალიან ხშირად მაინც შედარებით რა თქმა უნდა ვახერხებდი რომ ჩემთან მოსულიყვნენ და რაღაცა მე თვითონ გამეკეთებინა. რას აკეთებთ ყველაზე გემრიელად? არ ვყიდულობ გაკეთებულ საჭმელს. ეს პირველი ადამიანია მე მგონი. უიშვიათესად. აი ძალიან უნდა მიჭირდეს. ფაბრიკატები არასდროს. არა. და ყველაფერს აკეთებს თვითონ. იცით რა? თუ გამოგიცხვეთ ეს მაინც. არა. პური არ გამოგდენათაც არა. თონე არა აგჯერ. 90-იან წლებში როცა გაჭირვება იყო, მაშინ კი. აი მე უნდა მეთქვა ეხლა ეს თქვენ პატარები ხართ და მე მახსოვს მაია როცა მე მაიას დიდი ვარ მართალია, მაგრამ მაია. როდესაც არ იყო არც პურის რიგში ვიდექთ რაღაცა, მაშინ მის მეუღლეს ჩემი შვილი დაყავდა ხოლმე სკოლაში ერთად და ბენზინი არ იყო, ვისაც ყავდა მანქანა იქ მეზობლობა ახლობლობაში და ჩაუსვავდი ხოლმე მანქანაში და მიყავდა სკოლაში და მე მახსოვს მაია დიდი პარკებით, დიდი ჩანთებით, გარეთ საბურავები რომ საჭმელსაც აკეთებდა იმასაც და ამიტომ როცა მინისტრი გახდა სულ არ მქონდა იმის შეგდება რომ ნაფტურაზე იმიტომ რომ არაფერი არ იყო მაშინ სადიოდა მაგრამ ძირთად მაყურებელი როცა უყურებს ყოველთვის წარმოსადეგად გამოიყურება ყოველთვის რაღაცას ამბობს გონია რომ ის არ არის მიწიერი ის არც ვარჯიშობს არც დიდი შრომის ხარჯზე ხდება რომ ორივე პროფესია ეგეთი მასწავლებელიც ხო ვიყავი მასწავლებელი იყო პირველი ვიდრე ვერ წარმომედგინა რომ ისინი რამას აკეთებენ ესე იგი საპირისპიროში დადედა მასწავლებელი პროფესიით ხელი შეუწყო აი ამ სტერეოტიპის ჩამოყალიბებას მაგრამ ეხლა ვანგრევთ მე მგონი დღეს დავამსხვრევ აი ძალიან მაინტერესებს მაინც უნდა დაუბრუნდე მე აუცილებლად აქ მთავარ თემას აი ქალბატონი მოვლილი დახვეწილი როგორ უვლის თავს თქვა თუ გაქვს რაღაც აი ან ნიღბები რაღაცას არ ჭამთ რაღაცას მასაჟი ან რაღაც განსაკუთრებული თქვა დიეტა აი რას აკეთებთ აი როგორია თქვა როცა თავისუფალი ბრძანდებით თქვენი ანუ როცა ნორმალური ცხოვრება მაქვს მაგალითად ეხლა ვცდილობ რომ მეძინოს 8 საათი მაინც ეს სახეზეც არის ხო აუცილებელი ვცდილობ რომ ფიზიკურად დავიტვირთო ვარჯიშით სირბილით რაღაცა ასეთით და ვცდილობ რომ ჭამო ჯანსაღად ანუ ბევრი ბოსტნეული ხილი მე ძალიან მიყვარს პური
ყველანაირი ქართული თორისპულიც და სხვანაირი პური. და კიდე ერთი შეკითხვა მაქვს. აი ეხლა უცებ გამიშდა, იმიტომ რომ გაკვირდებით მთელი საუბრის განმავლობაში. რაც არ უნდა ხდებოდეს და იქცეოდეს ქვეყანა. აი ესე მშვიდად როგორ ლაპარაკობთ ყველაფერს. აუღელვებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს წესია თქვენი რაღაც ჩვევა. მე დიპლომატიური მეგონა. გასწავლე თურმე რაჭაში ხასიათი. აი ეხლა თქვათ მაკიაჟი გაქვს. არაფერი ჩემს სიცოცხლეში არ გამიკეთებია ის კი არა სიმშვიდე შვება ამას ყოველთვის ისე მაშინია ანუ კოსმეტიკური რაღაცა არაფერი არასოდეს და მოგინდებათ მე მკითხეთ და მე პროფესორი ხაბატონ მაია იმ სიმშვიდეს მე დაუბრუნდა არავის გაცეცხლებული არ უნდა ხარ დარასდროს კი როგორ სახლში ადამიანი ალბათ რაჭველი თუ გაცეცხლდა აი იშვიათად მაგრამ სერიოზული გაცეცხლება აი მაკიაჟი დადიხარ მთელი დღის განმავლობაში ეხლა რო წახვიდე მოიშორე არა დღეს ახლა ვისარგებლებ იმითი რომ თქვენმა ვიზაჟისტმა ასე გადასარევად მომიარა სხვაჩერს სუგული მწყდება ხოლმე როცა ვარ საღამოს ეთერში ძალიან გვიან 10-ზე 11-ზე და გაგალამაზებენ და მე სახში უნდა სახში მიდიხარ და უნდა მოიშორე ამიტომ მირჩევნია ხოლმე დღის გამოსვებებში რატო ეს პატასთვის არის მე ეს მაკიაჟი ხო მაგრამ სახში გაბრაჭვის ობიექტი ხომ არის კი როგორ არა ხო მაგრამ აი ძილის წინ მუქალი როცა თავსულის უნდა მოიშორეს მაკიაჟი აუცილებლად მე საცხებს ხმარობთ ანუ ალბათ ხმარობთ კი რა თქმა უნდა ყველაფერს ნუ რაც იმასავე თუ გაქვთ ასეთი რამე არა არავით არის განსაკუთრებული არც კიტრები დაწყობი ეს ტიპი მე არა ვარ და თქვენ და საცხს როგორ ირჩევთ ბრენდის მიხედვით თუ თქვენი კანის ტიპის მიხედვით იცით თქვათ როგორი კანის ტიპი გაქვთ აი რის მიხედვით ირჩევთ საცხებს იცით რა რაღაცა თქვათ ყოფილა შემთხვევა რომ რაღაც სასინჯი მიმიღია ან საჩუქრად აცის ყიდვის დროს ან მეგობარს წაისვავთ ხო? ხო აი რაღაცა შემირჩევია ისე ამას ვუთმობ სხვათა შორის დიდ ყურადღებას და ვცდილობ რომ ის იყოს ყოველთვის ძალიან კარგი იმიტომ რომ უფრო დიდი ინვესტიცია ვიდრე ნამდვილად და ოპერაციები მაგრამ ბრენდების მოყარული არ ხართ ახლა ჩვენ სიუჟეტში ნახეთ იქ სონია რიკელის ჭიამაია ქართული დიზაინერები მაგრამ ეს სონია გაქვთ ბრენდული ტანსაცმელები ტანსამოსი მაქვს რაღაცეები მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ხა რო გითხრათ რომ ეს ამაში ხა შემილია მთელი ქონება და ყველაფერი რაც გამაჩნია მიცე ბერლინში არის ერთი კარგი მაღაზია ბრენდები ძალიან იაფად რომ მარტო მაქსიმ კი იქ შემიყვანა ერთი მეტი არის ხო იქ არის მის საშუალება რომ როცა ცხოვრობ მაგრამ აი რაღაცა ცხოვრობ და როცა არის სეილზე და როცა აი ესე ხო ესენი არის აუთლეტები და რაღაცა ქალტენმა არ ჩავდებდიო ქონებასო და აი რო გქონდა დიდი ქონება რა შეჩადებდით რა არის თქვენი სისუსტე თუნდაც ქალური ალბათ იცით რა არის მე მყავდა ერთი უბრალოდ მყავს ერთი გერმანელი მეგობარი რომელიც ჩემზე ასაკით დიდია და მან მითხრა ერთხელ ეს საინტერესო რამ რომ სანამ ვიყავი 20-დან 40 წლამდე ყველაფერი რაც მქონდა მინდოდა დამეხარჯა ტანსაცმელში აქსესუარებში და იმაში რომ კარგად ყოფილიყავი ჩაცმული 40 წლის მერე მივხვდი რომ ბევრად უფრო მაინტერესებს სამკაული ძვირფასი სამკაულებიო და 50 წლის მერე მივხვდიო რომ სახლის მოწყობილობა და სახლის აქსესუარები მირჩევნია ტანსაცმელსაც და სამკაულსაც. მე მგონი მე 20 აი ეს პერიოდები ალბათ არსებობს ყველა ქალის ცხოვრებაში და ეხა ალბათ უფრო მეც რაღაც ალბათ მე უფრო გინდა რომ მეტი ხანი იყოს სახლში ყველა შენთან მოვიდეს. ეხლა თუ ვთქვათ აი ესეთ მატერიალურ რაღაცებზე გადავიტანთ თქვენს შეკითხვას, ხო? ალბათ უფრო სახლის გალამაზება და კიდე უფრო მეტი თქვენს მაგალითად ამას წინათ ვნახე ისეთი ნახატი რომელზედაც გავგიშდი და ვიფიქრე რომ აი ეს რომ მქონდეს ძალიან ანუ ეს არის თქვენი სისუსტე ძალიან ძვირი ღირდა მე იმას ალბათ ვერასდროს ვერ ვიფიქრე ალბათ გაჩუქე გაიცით რა ხდება ბალატონო მაია ხო სხვა შორის რომ მიდიან ხოლმე თქვათ თანამდებობიდან და ბიზნეს უბრუნდებიან ხო გაგიგიათ ეს ძალიან ხშირად მე ვერ დაუბრუნდები იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილი ვარ მაგრამ აი ბიზნეს რაღაცა ისა
აი შეიძლებოდა აი ეს ყოფილი. აგი ბრენდია მაია ფანჯიკიძე ხა ბიზნესში შეიძლება წამოყვეს ვინმე ვისაც ქალბატონი მაია და ამაში წარმატება. თქვენ ყველა თქვენ საქმიანობაში წარმატებული ქალბატონი ბრძანდებით? არა. და ქალბატონი მაია ფანჯიკიძე ის წარმატებული ქალია, რომელიც ასევე დაგვეხმარა ჩვენ სოციალურ პროექტში, მან მოგვიტანა თავის გარდერობიდან ერთი ნივთი, ეს არის ეს ლამაზი ნაცრისფერი ფერის პიჯაკი, რომელსაც გადავცემთ ჩვენ სოციალურ დაუსველ ქალბატონს ჩვენიერ დღეს, მაგრამ გვაინტერესებს მამდე რამე ისტორია ხო არა აქვს, აი რამე განსაკუთრებულ ადგილს ხო არ გეცვათ ან აი რაღაცა ისტორია. ეს პიჯაკი ვიყიდე ვაშინგტონში, რაღაცა ამერიკულია კი. რაღაც ისე მოხდა, რომ რამდენიმე ვიზიტი გადაება ერთმანეთს და დასაწყისში, ასე ვთქვათ, ჯერ მინისტრობის და უცებ მივხვდი, რომ რაღაცა სულ ერთი და იგივე მეცვა და ეს ყველაფერი ყოველდღე ტელევიზორში რო იყო, უცებ მომინდა, რომ რაღაცა ახალი ყოფილიყო და რაღაცა 10 დღე თუ რაღაცა ვიყავი წასული და არ მეყო მოკლედ წაღებული გარდერობი და უცებ გავიქეცი რაღაცა 15 წუთი მქონდა შეხვედრიდან შეხვედრამდე და წამოვავლე ხელი და ვიყიდე და ანუ მინისტრობის დროს გეცვათ ხშირად თუ მე უნდა ჩავიცვა მე რომ დამთავრდება რამე ხალი გადამოსხაში ხდება ვაშინგტონში მე მაქვს თქვენთვის დაჩუქარი აი გამოგეცემათ ეს საღდგომოდ გამოგადგება ვაიმე ძალიან დიდი სახლის ნივთებია ვაიმე სპილო რა საყვარელი სპილო თქვენ სპარტსკერტონზე ლამაზად შეგიძლიათ რომ არა პატარა ჭიამაიებიც აქვს გოგოებო და სხვარიც აქვს სხვარსაც მიუსვით გვერდზე სპილო რომელსაც ხორთუმის ზევი და ბედნიერების სიმბოლოა ერთი ვიხდი რომ ქალბატონი მაია გარდა იმისა რომ მინისტრი და კიდე არ ვიცი რა ჩამოთვალა დიპლომატი და მასწავლებელი და ძალიან ადამიანური ადამიანია ვიცოდი ძალიან კარგი საინტერესო და რა ვიცი მე მაგალითად გუშინ მასთან სტუმრობით დიდი სიამოვნება მივიღე უღმეს მადლობა გეპატიჟებით სიამოვნებით ჩვენ შეგვიძლია ეხა დაწება და გოგოებო ისეთი აივანი აქვს პირდაპირ წინ მშვენიერი მწვანე ხედით მოკლედ გველოდეთ ამას გვე შეგეტერეთ ეხლა ორში პირდაპირ არა მე გეპატიჟებით დიდი მადლობა უღმესი მადლობა სტუმრობისთვის პიჯაკისთვის საინტერესო საუბრისთვის და გუშინ მასპინძლობისთვის